პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოში მოქმედი კანონის გვერდისავლით ფული მიაწოდოს მის მიერ მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პაპუაშვილმა აღნიშნულის დამადასტურებლად ფოტო და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით არსებობს ევროკავშირის საქმეები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, რაც პოლიტიკაში ფულის ჩადინებით გამოიხატება. ამიტომ ევროკავშირმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, როგორ ხდება დაფინანსების აღრიცხვა. პაპუაშვილის თქმით, თაღლითური სქემები შუაგულ ევროპაში იქმნება, რომ საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესები დააფინანსონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით, საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს შიდა და საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ცდილობისა. ერთ მისამართზე, ერთ-ერთ, რა ვიცი, ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ჩვეულებრივად ყალბი NGO-ები რეგისტრირდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან და ერთადერთი ამ ყალბი NGO-ების დანიშნულება არის იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ქართულმა ხალხმა მოგცა მანდატი რომ მოგვეწესრიგებინა, დაგვერეგულირებინა საქართველოში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი პოლიტიკაში. ქართულმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს და მან თქვა, უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, ეს იქნება რუსული ფული, ეს იქნება გერმანული ფული, ეს იქნება ფრანგული ფული, ესტონური თუ ჰოლანდიური თუ ევროკავშირულია. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან გვაინტერესებს აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით. ამ ყალბ NGO-ებს იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აერათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული. კიდევ ერთხელ, მარტივი წესი არსებობს გრანტების კანონით, თუ გინდა შენ უცხო სახელმწიფომ ან ორგანიზაციამ საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, კეთილი ინებე და ქართულ ხალხს კითხე ეს ყველაფერი. რაგვით რას გვეუბნებიან ჩვენ ბრიუსელის ბიუროკრატები თავისი გამოსვლით, რაც მარტა კოსმა თქვა, რომ გზებს ეძებენ გვერდისავლით და თავისი საქციელით გვეუბნებიან, რომ მათ არ აინტერესებს ქართული ხალხი. კითხვები ისმის, რომ ხომ არ ხდებოდა ფულის გათეთრება, ხომ არ ხდებოდა გადასახადების დამალვა, ხომ არ ხდებოდა შავი ფულის ტრიალი, ეს ყველაფერი რაც როცა ასე თაღლითურ სქემებს ასე ვთქვათ აწყობ და ამხელა ენერგიას და ფამაში, რა თქმა უნდა, ეს კითხვები წარმოეშვება და მეორე სქემა. კიდე ეს თქვი გუშინ ახაც გავიმეორებ, ეს გახავთ თავად უცხოური ამ შემთხვევაში არა ყალბი, არამედ ნამდვილი უცხოური ორგანიზაციების, ფონდების, დონორული ორგანიზაციების საქართველოში არსებული წარმომადგენლობების გამოყენება იმისთვის, რომ ისინი მათ პირდაპირ ხარჯონ პოლიტიკური ფული. კერძოდ იმ გზით, რომ გრანტის ხელშეკრულებებს სხვა სათაურები დაარქვან და არ ვიცი, რატომაც შტერები გონიათ, მე მგონი ქართული ხალხი შტერი გონიათ, რომ ამას ვერ ხედავთ და ვერ ხვდებით. მეორე, რომ თავად პირდაპირ დადონ ხელშეკრულებები ფიზიკურ პირებთან და ნაცვლად იმისა, რომ მისცენ გრანტი ორგანიზაციას, მათ 20-ვე თანამშრომელს დაუდონ ხელშეკრულებები და ამით შენ იღბონ გრანტი.